მოგესალმებით კიდევ ერთხელ შემოკარგო ადამიანებო, ნამდვილად აღარ ვფიქრობდი მეტი გაშლის ჩაწერას, მაგრამ ერთ-ერთმა ქალბატონმა დააკომენტარა, რომ ესო ჩემი გაშლა არ არისო, მე არავინ არ მყავსო და რაღაცნაირად ისე ვიგრძენი, რომ ძალიან ჭირდებოდა ეხლა რაღაც ინფორმაცია და არ მინდა გული დავწყვიტო, ამიტომ თან ისე გავაკეთებ, რომ ნახეთ, ყველას მოერგოს, აი ერთ გაშლაში იყოს ყველა კითხვაზე პასუხი. პირველი იყოს, ვინც მარტოა მათთვის, უბრალოდ მე ვდებ არჩევანს თქვენ არ გიტოვებთ, უბრალოდ ვდებ, რომ აი გაშლის დროს დაინახოთ, ხო, საიდან იწყება სიმბოლოს მიხედვით. პირველი იქნება მარტოხელების, მეორე იქნება ოფიციალურ ურთიერთობაში ვინც არიან, ანუ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ვინც არიან, მათ ცხოვრებაში რა ხდება და მესამე იქნება, ვისაც ჯერჯერობით არაოფიციალური ურთიერთობა აქვს. ნუ აქ მესამე პირი გამოიკვეთება თუ უბრალოდ შეყვარებული და ასე ვთქვათ, რაღაც სიმპათიას ეგებული ურთიერთობა, ეს არ მოგითხრას თვითონ, ანუ მარტოხელები ოფიციალურ ქორწინებაში მყოფები და ურთიერთობაში არაოფიციალურ ურთიერთობაში მყოფები, პირველი, მეორე, მესამე. და ვნახოთ ეს პირველი მაინც ვისთვის არის გაშლა, ხო, დახასიათება შევხედოთ, ვინ ბრძანდებით და მე ვნახავ ფინანსებსაც, სამსახურსაც და პირადსაც. ვინ ხართ, ხო? მეოცნები ადამიანი, ხელოვნებასთან რაღაცა კუთხით კავშირში უნდა იყოთ. და ამავდროულად ძალიან ემოციურიც. იცით როგორი ტიპის ადამიანი ხართ, აი იშვიათად რომ ფარხმალი დაყაროთ, მაგრამ თუ დაყარეთ, მერე გული აღარ გიტრიალდებათ და თითქოს გინდათ რომ ყველაფერს გაეცალოთ, აი იმედგაცრუებას რთულად იტანთ, მოდით ასე ვიტყოდი. იცით როგორი მომენტია, მზად ხართ რომ გაუშვათ თითქოს ხოლმე სიტუაციები და ადამიანები, რაც თქვენზე არ მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმეა ამ არჩევანის გაკეთება, ხო? თქვენ მაინც უშვებთ ხალხს, ვინც თქვენი სიყვარულისთვის მზად არ არის, ხო, არავის არ აწუხებთ ზედმეტად. ცხოვრობთ ძალიან სწორად, პატიოსნად. თითქოს აი იცით როგორი არავის არ ასწავლით ცხოვრებას. არავის არაფერს არ ასე ვთქვათ უწუნებთ, ან უწონებთ. თვლით რომ ყველას მისი ცხოვრება აქვს და ისე უნდა იცხოვრონ, როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. ზიდავთ თქვენს ჯვარს, ასე ვთქვათ და ყოველ შემთხვევაში ცდილობთ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სადაც არასჯობს გაცლა სჯობს, აი ამ პრინციპით იმოქმედოთ. მიუხედავად იმისა, რომ ისიც არ იცოდეთ წინ რა გელოდება, თქვათ, ხო? კარგით. რა მოდის თქვენს ცხოვრებაში, ფინანსებში, რა მოდის თქვენს ცხოვრებაში, სამსახურის კუთხით და რა მოდის თქვენს ცხოვრებაში, პირადი ურთიერთობის მხრივ. და ვნახოთ რა მოდის ფინანსების კუთხით, უირაკაია. ძალიან ისეთი ენერგიები შემოდის, არ ვიცი საიდან, როგორ შეიძლება აბსოლუტურად წარმოუდგენელიც კი იყოს ისეთი ხელიდან მიიღოთ დახმარება, ან ვთქვათ რაღაც შემოთავაზება, ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ისეთი სუყე თანხა უნდა შემოვიდეს უახლოეს პერიოდში, რაც თქვენ ძალიან დიდ სიხარულს მოგიტანთ, ამავდროულად თავდაჯერებას მოგიტანთ და მოგიტანთ საშუალებას იმისა, რომ ნახეთ საკუთარ თავს რაღაც საჩუქარიც კი გაუკეთოთ. ანუ აი საკმარისზე მეტი იქნება ეს შემოსავალი. სამსახურის კუთხით გაურკვევლობა, არ ვიცი, აქ შიშიც გაქვთ, ორი არკანი ერთად ამოსულა, სწორად შიშიც გაქვთ, რაღაც თითქოს არ ჩანს არაფერი, ხართ იძულებით პოზასა და მდგომარეობაში, ანუ სავარაუდოდ არ მუშაობთ ახლა, შეიძლება რაღაც პირადს აწყობდეთ, მაგრამ ეს პირადით ჯერჯერობით არ ჩანს რა შედეგებს მოიტანს. ბევრი რაღაცები შეიძლება დაფარულიც იყოს თქვენთვის, ან თქვენ ფარავდეთ და თქვენ გქონდეთ ბევრი საიდუმლო, ყოველ შემთხვევაში რაღაც გაურკვეველი ცალსახად არის აქ და ესე
აი ხელის გულზე რო იდოს ისეთი ენერგიები ნამდვილად არ მოდის, ბევრი გაურკვევლობა და შიში გაქვთ. ძალიან დიდ ტრანსფორმაციას გადიხართ ახლა იმ კუთხით, რომ შეიძლება იყოს დღეები, რომ ლარიანი არ გედოთ ჯიბეში, მაგრამ იმეც არ კარგავთ. ცდილობთ რომ რაღაცნაირად დააბალანსოთ სიტუაციები, ზოგჯერ შეიძლება ალიას ქუდი მუსიას დაახუროთ, მუსიას ქუდი ალიას დაახუროთ, ყოველ შემთხვევაში ცდილობთ რომ რაღაცნაირად მოზომილი იყოთ, ყველა სიტუაციაში მოზომილად ხარჯოთ, იმიტომ რომ ეხლანდელი თქვენი მდგომარეობა სხვა მაპატიეთ, სხვა არჩევანს არ გიტოვებთ. მაგრამ შემოვა უახლოეს პერიოდში რაღაც გამოგიჩნდებათ, უფრო ხელოვნებასთან დაკავშირებული იქნება, შეიძლება რაღაც ერთჯერადი შემოთავაზება იყოს, შეიძლება აი რაღაც დაკვეთა იყოს, რაღაცა ისეც უკავშირდებოდეს, თქვათ, აი არ ვიცი, რაღაც გარკვეულ ნივთს ვთქვათ, ან დახატვას, ან შემოქმედებით რაღაც ესეთ თემას უკავშირდებოდეს და პატარა შემოსავალი ამან მოგიტანოთ. პირადში რა ხდება? ხო, პირადში რა გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება და რაზე ფიქრობთ? რაც ტვირთია, რომ რა უყოთ? განკურნოთ საკუთარი თავი, მოიცილოთ ყველაფერი ძველი და ახალი ურთიერთობები დაიწყოთ. მშვენიერი ენერგიებია, საკუთარ თავზე ვიზრუნო, საკუთარი თავი გავხადო ჯერ თვითკმარი, მიმზიდველი, საკუთარ თავს ვცე პატივი, საკუთარი თავი დავაფასო იმისთვის, რომ დავაფასონ სხვებმა. ეს მშვენიერი ენერგიებია და მაინც პირადში შემოდის ვინმე ნელა. რაღაც ესე სწრაფად არ მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ შემოვა ადამიანი, რომელიც ისეთი სწორი ენერგიებით მოვა. ნახეთ, ეს არ იქნება ადამიანი, რომელიც ბევრს ისაუბრებს, ეს არ იქნება ადამიანი, რომელიც თავბრუს დაგახვევთ, ეს არ იქნება ადამიანი, რომელიც არაპროგნოზირებად სიტუაციებს შემოგთავაზებთ. არა, ეს იქნება ძალიან ისეთი აი დამჯდარი, ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა, რისთვის უნდა, კი ბატონო, რომელმაც საკმაოდ რთული ცხოვრება გაიარა, არ იყო მისი ცხოვრება მარტივი, შეიძლება რაღაც სამართალდამცავ ორგანოებთანაც ჰქონდა კონტაქტი, არასასიამოვნო, ანუ არასასურველი, რაღაცების გარკვევაც სჭირდებოდა, ნუ ყოველ შემთხვევაში თუ არა და მაშინ მთელი მისი ცხოვრება დამყარებული იყო მორალურ სამართალზე, ბევრი ტკივილიც ნახა, ანუ მისთვის ცხოვრება დედაენასავით ახალი სასწაული კი არ არის, უკვე ძალიან კარგად ნაცნობი სიტუაცია, ვთქვათ, აი როგორ ვთქვა, ვიღაცა მეტყვის რომ დედაენა მარტივისა წასაკითხია სულაც არ არის, როცა ბავშვი პირველად იწყებს ხო კითხვას, ამას გულისხმობ. ადამიანი, რომელიც შეიძლება რაღაც ახალს იწყებდეს, შეიძლება რაღაც საქმესთან გამომდინარეც გაიცნოთ და ადამიანი, რომელიც თქვენ ძალიან ბევრ დადებით ემოციას გაჩუქებთ, რომელიც რას იზამს გამოგიყვანთ თუ პირიქით, აბა რა ხდება მოგვაჩვენე. კი, გამოგიყვანთ აი ამ ფინანსური სიდუხჭირიდანაც, არ შესაძლოა ფინანსურადაც გარკვეული ტიპის დახმარება გაგიწიოთ. და ასევე კი, გამოგიყვანთ აი ძალიან ძიმე ენერგიებიდან, რომელიც მოგაყენათ ადამიანმა, რომელიც ვინც ისე ჩუმად ინგლისურად გაიპარა, არც ის გითხრათ, არც ეს გითხრათ და თითქოს გეჩქარებოდათ, რომ რაღაცა, ასე ვთქვათ, ის ადამიანი დაბრუნებული იყო, ან სამაგერო გადაგეხადათ რაღაც, მაგრამ რაღაცა პერიოდი განდგილის პოზიციაში მოგიწიათ ყოფნა, ძალიან ბევრი ანალიზი, თვითკრიტიკა, სხვისი κρიტიკა, ბევრი სიღრმისეული ხედვა, ციკლის დახურვა, ახალი ციკლის დაწყება, ყველაფრის ახალი კუთხიდან და რაკურსიდან დანახვა და მიხვედრა იმის, რომ მხოლოდ მოსაუბრე და ემოციური ადამიანები არ გჭირდებათ. ანუ შეიძლება ძალიან ლამაზად ლაპარაკობდეს, მაგრამ ძალიან დიდი ტკივილი მოგიტანოთ. და შეიძლება ხმას არ იღებდეს სულ ორი სიტყვა თქვას, მაგრამ მისი სიტყვა იყოს ისეთი მჭრელი, ხისტი და პრინციპული, რომ აი ამ დაანგრეული, დანაწევრებული სიტუაციიდან და მდგომარეობიდან
გამოგიყვანოთ, სწორად ვამბობ, კი, გამოგიყვანოთ. და იმპერატრიცის ენერგიებში გადაგიყვანოთ, ანუ ნახეთ, თავი გაგრძნობინოთ ძალიან სასურველ, ძალიან საინტერესო ლამაზ ქალად, რომელიც ძალიან პატივსაცემია და სხვა თქვენ შორის შეიძლება ასკობრივი სხვაობა იყოს, ან რელიგიური სხვაობა იყოს, რაღაც გარკვეული ტიპის სხვაობები შეიძლება იყოს, მაგრამ არჩევანიც იყოს, არც ამას გამოურიცხავ, თუმცა არა თქვენი შიშებია ეს, არა. თუმცა ამ მიჯნაზე თქვენ ასე ვთქვათ ესევე ჰოპ და ურთიერთობაში არ შეხვალთ. ძალიან ბევრს დააკვირდებით, ბევრი ინფორმაციის გარკვევას ეცდებით, მაგრამ ბოლოს მაინც გადაგიბირებთ ამ ადამიანის ენერგიები და აქ არ გამოურიცხავ, რომ მიჯაჭვულობაც დაგემართოთ ერთმანეთზე. მაგრამ ჯანსაღი. ის უმადურობა, რაც დემის გასწრება თქვენ ცხოვრებაში იყო, წარსულს ბარდება, ცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოზომილი იყოთ, მაგრამ მაინც სიყვარულის ასე ვთქვათ, ყულფში ყოფთ თავს და ბოლოს საბოლოოდ როგორია. ეს ვიღაა კაცო. ეხლა ამის გამოჩენის დრო იყო. მე შეიძლება აღმოაჩინოთ ამ ახალ ურთიერთობაშიც ჩემო კარგ ადამიანებო, რომ აღმოჩნდეთ, რა გამოჩნდეს პირი, რომელთანაც ამ ადამიანს ურთიერთობა ქონდა კაცს ან ქალს და მოკლედ თქვენ გაიმარჯვებთ თუ ეს კაცი უკან დაბრუნება ან ქალი. ყველაფერი განულდება და ახალი დასაწყისი თქვენ სასარგებლოდ. კი. იქნება რაღაც გარკვეული ბრძოლები, გარკვეული უსიამოვნო გამოსვლები წარსულიდან, გამოჩენები, შეიძლება ყოფილი ცოლის ან ყოფილი ქმრის, მაგრამ არჩევანს ეს ადამიანი ბოლოს მაინც თქვენზე გააკეთებს. პირველ ვარიანტს მადლობა და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ცოტა დიდი გამოვა, იმიტომ რომ რა ვქნათ სამ ვარიანტზე გვიწევს გაკეთება. პირველმა ვარიანტმა პირადში ძალიან ბევრი წაიღო დრო და ვნახოთ მეორე ოფიციალურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ვისთვის არის გაშლა. ოჰო პენტაკლების მეფე. ძალიან მიწიერი, ძალიან სტაბილური, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ისეთი ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელიც სხვის გზაზე არაფერს დაყრის, არ გააფუჭებს და არც გაივლის, თუ ნებართვა არ მისცეს, არასდროს არ ვაჭრობს ვინმეს ბედნიერებით და ვინმეს კეთილდღეობით. თუ ღმერთი გაუგზავნის გრძნობას მიიღებს და ასე ვთქვათ ჩათვლის, რომ ეს ძალიან დიდი საჩუქარია და არ ნახეთ როგორი მომენტი აქვს, იცი, აი არ უღალატებს თითქოს ესეთი ენერგიები მომდის, ძალიან სუფთად ცხოვრობს, რატომაც არ ვიცი ესეთი ენერგიებით მომდის და ადამიანი, რომელიც წავა სხვათა შორის თუ ამის საჭიროება მოხდა, ოღონდ წავა და უკან აღარასდროს აღარ დაბრუნდება. არ ვიცი რატო თქვი ხა ეს და რატო მომდის ეს ინფორმაცია, მაგრამ ესე მომდის. არ შეიძლება ამათთან ხუმრობა და თამაში, ანუ ესენი არ არიან ის ტიპები, რომლებიც ემოციებზე, ასე ვთქვათ, ივლიან, ხო? და ემოციებს დაექვემდებარებიან. ანუ დღეს ერთ განწყობაზე იქნებიან და ხოლმე მეორეს. ეს ეგეთი ტიპის ადამიანი არ არის, შეიძლება რაღაც სოფლის მეურნეობასთანაც იყოს კავშირში, არ გამოურიცხავ. ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან ისეთი თვითკმარი და ფინანსურად საკმაოდ სტაბილურად მყოფი ადამიანია. ხო, ეს რატო გავხსენი, არ ვიცი.
მაგრამ იყოს ფინანსურად პარი ადამიანი, თქვა და აგერ ფინანსებიდან ნამდვილად ეს ადამიანი არის ადამიანი, რომლის ანგარიშიც ფული არასდროს არ დაილევა. მოდი მარტივად კეთყვით რა, ბევრი რომ არ დავკარგოთ, რომ ეს სულ იქნება საკმარისზე ზემო ნიშნულით ფულში, საკმაოდ ისეთი წარმატებული, მდიდარი, ну 100000-ზე შეიძლება იყოს საუბარი. სამსახურზე რა ხდება? ну სამსახურზე სულ აქვს არჩევანი, სულ აქვს შემოთავაზებები, სულ აქვს მოკლედ საერთოდ წავა ყველგან მისია სიტუაცია ძალიან ჭკვიან და ძალიან ისეთ აი იღბლიან ადამიანთან გვაქვს საქმე და სხვა შორის დაფასებულ ადამიანთანაც პირადში რა ხდება რა კი ოხო პირადში ძალიან თვითცენზურაშია ძალიან ჩაჩიხულია რატო რა ხდება რაღაცა ახალს იწყებ ვისზე ოცნებობ ჩემო კარგო ადამიანებო, აქ თქვენ არ ღალატობთ, აქ თქვენ გღალატობენ, თქვენგან არის წასული ადამიანი. თქვენგან არის წასული ადამიანი, სხვაგან, სხვასთან. და თქვენთვის ეს არის ძალიან მტკივნეული. ოცნებობთ, როდის მიუხედავად ამ ყველაფრისა, ოცნებობთ იმ ადამიანის შემორიგებაზე. თითქოს აი როგორც მკურნალისია ეს ადამიანი თქვენთვის. ხან ფიქრობთ, რომ ხომ არ გავანებო თავი, შევეშვა და მეც ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო და აი ამ განადგურებული ენერგიებიდან გამოვიდე და მეც ვიმსახურე ბოლოს და ბოლოს ბედნიერებას, როდემდე უნდა ვიყო ესე განადგურებული, ეს ფიქრებიც მოგდით. მაგრამ ხო, ეხლა ეგეთი ენერგიებში ხართ, რომ თითქოს ასრულებთ ყველაფერს, რა ვქნა, მიღალატეს, წავიდა, ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს. მეც უნდა მივიღო გადაწყვეტილება და მეც ბოლოს და ბოლოს ვიმსახურებ, რომ ვიყო ბედნიერი, ხო? ასე ვთქვათ, რაღაცა მეც მქონდეს. მეც მინდა ისევ სიმშვიდე, ისევ ბედნიერება, სიხარული და თითქოს ფიქრობთ, რომ წარსულიდან საბოლოოდ გამოხვიდეთ. კი, აქ თქვენ გიღალატეს, თქვენ არ ხართ მოხალატე. ბალანსი ნახოთ, ჰარმონია ნახოთ, ემოციები იპოვოთ, აი ამისი სურვილი გაქვთ. ხო, აი ნახეთ, ნერვიულობა არ ღირს ამბობთ თქვენ. ნერვიულობა კი არა, გადაწყვეტილება უნდა მიიღო, იმიტომ რომ როდემდე უნდა ვიყო ესე, ხო? ძველს უნდა დავუტოვო და ახალი გზა უნდა ვიპოვო. სხვა შორის ეცებთ გზებს, არ შეიძლება გაცნობის საიტებზეც ხართ ვიღაცები რეგისტრირებული და ვიღაცებთან რაღაც ურთიერთობებს აპამთ. სხვა შორის საწყისი ეტაპი მიჩანს კიდეც, რომ ვიღაცასთან გაქვთ მიმოწერა. მაგრამ ცოტა ფრთხილობთ. არ გინდათ რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, არ გინდათ მიჯაჭვულობის გეშინიათ ძალიან, ახალი სიყვარულის გეშინიათ რომ იცოდეთ, იმიტომ რომ ძველი გამოცდილება ძალიან ცუდად მოქმედებს, თითქოს როგორი მომენტი გაქვთ, რომ მოდი არ მინდა სერიოზული ურთიერთობა გავერთობი, ესეთი ენერგიებიც მოდის თითქოს, რომ აი სიყვარულის გეშინიათ, მაგრამ რა ჩქარობს მანახეთ თქვენს ცხოვრებაში? თქვენს ცხოვრებაში თქვენგან წასული ადამიანი დაბრუნდება, მეგობრებო. თქვენგან წასული ადამიანი დაბრუნდება. და თქვენ გაანულებთ ყველაფერს. ყველა წყენას დაივიწყებთ, სწორად მივდივარ, კი, დაივიწყებთ და ისევ განაახლებთ ურთიერთობას. გამიკვირდა, მაგრამ კი, განაახლებთ ურთიერთობას. და სტაბილურობას დაიბრუნებთ ისე. აქ თქვენგან წასული ადამიანი ბრუნდება.
ოფიციალურ ურთიერთობაში მყოფი, არ ვიცი, შეიძლება ახალი ოფიციალურად გაყრილები არც ხართ ხო აქ ყოველ შემთხვევაში მე რა ინფორმაციაც მომიყვა ის გავახმოვანე. და მესამე, ანუ ურთიერთობაში უბრალოდ არაოფიციალურ ურთიერთობაში მყოფები, ხო? თქვენ ცხოვრებაში რა ამბავია? ნახოთ აბა ვისთვის არის გაშლა ხო სამშაბლო სარკანი. ძალიან საინტერესო ადამიანი უნდა იყოს, ესეც ამანაც ამოყო თავი და იყოს ორი მაღალი არკანი, სამართლიანობის არკანი და სამსჯავროს არკანი. არ გამოვრიცხავ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელი იყოთ ნებისმიერი სფერო განიხილება სამართალდამცველო სამსახურებში, მათ შორის სასამართლო, მათ შორის გამოძიება, მათ შორის პროკურატურა, მათ შორის ყველაფერი შეგიძლიათ გააერთიანოთ. ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად დგებით დილემების წინაშე, რომლებიც ხშირად სხვის ცხოვრებასაც წყვეტთ სამწუხაროდ, ეს არ არის ძალიან კარგი, როცა სხვების ცხოვრებას წყვეტ დამიჯერეთ, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს კერმაზე, ანუ რას ვიზამთ. როცა ირჩევთ ამ პროფესიას, ამისთვისაც მზად უნდა იყოთ. ადამიანები ძალიან აი როგორი იცით, უნდათ არ უნდათ მიღმიერად რომ აზროვნებენ და ბევრი ანალიზის კეთება უწევთ, მოსწონთ თუ არა ეს და ადამიანები, რომლებიც მარტივად ადაპტირდებით ახალ სიტუაციებთან და ზუსტად იცით, რომ რაღაცა დასასრული, ყოველთვის რაღაცა ახლის დასაწყისია. საკმაოდ სწორი, საკმაოდ ეთიკური ადამიანის ენერგია მომდის. აბა მაჩვენი ახლა რა ხდება ამ ადამიანის ფინანსებში, სამსახურში და პირადში. ფინანსებში ჰარი ჰარალე. რასაც ვიღებ ხარჯავ, მივრბივარ რესტორანში, გამორბივარ, არ ვიცი, რაღაცა საჩუქარს ვყიდულობ და მიმაქვს ვიღაცისთვის, ვიღაცა ქალს დავპატიჟებ, ანუ ყოველ შემთხვევაში მამაკაცთან ერთად წავალ რაღაც შეხვედრაზე, ფლირტზე. მოკლედ საკმაოდ ისეთ მხიარულ ენერგიებში ხართ და ეს ფული ყოფნით, კაცო. ზოგჯერ არც ყოფნით ხოლმე, მაგრამ ყოველთვის პოულობთ გამოსავალს, არ ვიცი საიდან და როგორ, მაგრამ აი საჭირო დროს, საჭირო თანხა მოდის თქვენს ცხოვრებაში. კარგით, აბა სამსახური შეიძლება ახალი დაწყებული გაქვთ, რაღაც გუნდურ სიტუაციაში ხართ. ყოველ შემთხვევაში ანუ ხო ახალი დაწყებულია. თან ძალიან არ გეხალისებათ ეს სამსახური თუ რა ხდება, რატომ აჩვენება ამას. უფრო სწორედ თქვენ ახალი გადასული ხართ რაღაც სხვა სამსახურში, სხვა ძველიდან წამოსული ხართ, საკმაოდ უკმაყოფილოთ და ახალ სამსახურში რაღაცა ჯერჯერობით კარგად ხართ მოწყობილი. ან ახალში გადახვალთ უფრო ამას ვიტყოდი, რომ გადახვალთ, იმიტომ რომ რა მოდის ასე ვკითხულობ, ხო? აი ის რაც არ მოგწონთ ახლა და რა ენერგიებში ხართ, რაღაცა არ ყოფნით, რაღაცა ისე, ხო? სხვა სამსახურში აუცილებლად გადახვალთ, აუცილებლად გექნება ცვლილება და ზეიმი. აღიარება და აბსოლუტურად სხვა ფინანსური შემოსავალი. არკანი ძალით. ძალიან კაი პროგნოზი გაქვთ სამსახურებრივად. იმედე და ხო ამდენი ჩეხედა, აქაც პირველის მსგავსად პირად ეს გამოვიდა, რატო ხართ ესე დაღლილი, დაქანცული, არავინ და არაფერი რო აღარ გინდათ რა ხდება. ილუზიებმა მოგატყუეს. აქ სამსახურებრივ სიტუაციას ხომ არ უკავშირდებოდა რომანი. და ვინ იყო? აქ როგორც წესი. არცაცია და არცაცხელა იმპერატორი. ფარული ურთიერთობა, ჩიხები, ნერვიულობა. კაი, მომავალში რა იქნება? რომელიღაცა მხარე აქ აუცილებლად დაოჯახებული ხართ. მანძილია თქვენ შორის ახლა.
ანუ არ ხართ ერთად ამ მომენტისთვის, უფრო მეტსაც გეტყვით შეიძლება კონფლიქტი გქონდათ და რა დღესდღეობით პაუზაზეც იყოთ. მხოლოდ რაღაც აქ სამსახურებრივი თემა მომდის, არ ვიცი რატომ მომდის, მაგრამ ან იმ ძველ სამსახურს უკავშირდებოდა, საიდანაც წამოხვიდით, ესეთიც ბევრზე გადათამაშდება. ეხლა მე გადავერთვები და მხოლოდ სამსახურზე ვიფიქრებ, რა ვქნა არ უნდა, ნუ უნდა, მეც არ მოვიმტრევებ თავს, რაც ბედს უნდა ისე მოხდეს დაახლოებით აი ესეთი ენერგიები მოგდით. ამ სამკუთხედისგან თუ ოთხკუთხედისგან ძალიან გაქვთ გული გატეხილი. აჰა, იმპერატრიცა, იმპერატორი. ოთხკუთხედი ჰაერზე არ მიხსენებია, სავადაუდოდ მეორე მხარეც დაოჯახებული იყო და აქ ოთხკუთხედზე მაქვს საუბარი დიდი ალბათობით, თუმცა სამკუთხედზეც ბევრზე გადათამაშდება. თან გინდათ ახალი ურთიერთობის დაწყება, მაგრამ თან გეშინიათ, თან გეჩქარებათ, რა გინდა, რა გეჩქარება. გინდათ რომ დაუბრუნდეთ, დაიბრუნოთ, ინფორმაციას აგროვებთ, აკვირდებით, არ ვიცი, შეიძლება სადღაცა ჩუმჩუმად თვალთვალებთ, კიდეც არც ეგ არ არის გამორიცხული და გინდათ რომ ისევ ხელახლა რაღაცნაირად დაიწყოს ის ურთიერთობა, რაც ესე ძალიან ბედნიერს გხდიდათ და აი, პატარ-პატარა ნაბიჯებით გაქვთ ეს ასე ვთქვათ ურთიერთობის აღდგენაზე ფიქრი დაწყებული. ერთი სული გაქვთ ისევ ისეთი ბედნიერი, როდის იქნებით, როგორიც იყავით მაშინ, ეხლა ძალიან ენერგეტიკულად დაცლილი ხართ. ხანი მისიც გეშინიათ, რომ ღირს კი ახალგზაზე წასვლა თითქოს აი რაღაცა ღალატს და რაღაცა ტყუილს ჰქონდა თქვენს შორის ადგილი, ან უბრალოდ წავიდა და უბრალოდ დაგემშვიდობა თან ისე წავიდა, რომ აი და დღეს ძალიან ისეთ ბლოკებში შეიძლება ყავდეთ ერთმანეთი. არ არის დასრულებული აქ ტრანსფორმაცია. კი, აქ ბლოკებშიც ყავთ ერთმანეთი, ორივე ცალ-ცალკე ოჯახში ზეიმობთ. ვითომ ყველაფერი კარგად არის, გარეთ ყველაფერი ისე ჩანს, რომ აი მოკლედ შინ მოყარეს უბრმავებს თვალებს და გარეთ მტერს დაახლოებით ეგეთი თემა გაქვთ. მაგრამ საშინელი მიჯაჭვულობა გაქვთ აქ განსაკუთრებით სექსუალური იმ ადამიანთან. გენატრებად კი არა ჭკუაზე, რომ აღარ ხართ უკვე ზოგჯერ ისეთ მდგომარეობამდე მიდიხართ, რომ როდის დასრულდება ეს სიშორე. გიყვართ ეს ადამიანი, თქვენ მოგწონთ თუ არა გიყვართ. ცოლთან კი არა, 9 ცოლთან ერთად რო იყოთ, მაინც მარტო გზნობთ იმ ადამიანის ან ქმართან რო იყოთ იმ ადამიანის გარეშე თავს. რა სტაბილურობაც არ უნდა გქონდეთ, რა ფულიც არ უნდა გქონდეს, რაც არ უნდა გახარებდეთ, გაბედნიერებდეთ, არაფერს აზრი არ აქვს იმ ადამიანის გარეშე, აი ესეთ დღეში ხართ. შეიძლება ღამეები ვერც გძინავთ. კაი, იქნება შერიგება? კი. აქ არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ ostაცაც მიმართოს დახმარებისთვის, ან უბრალოდ თვითონ, ასე ვთქვათ, აი თავის თავზე აიღოს რა, თავის ჭკუაზე, თავის ინტუიციაზე, თავის სიტუაციას თვითონ მართოს ეს ყველაფერი და სხვა შორის თქვენი კავშირი დაცულია. ოღონდ რაღაცა შეიძლება განსხვავება იყოს ჩემო კარგო ადამიანებო. ან რელიგიაში, ან ეროვნებაში, ან ასაკში, რა ვიცი. კი. ვერ გაძლევთ დიდხანს გაბუტულ სიტუაციაში ეს ნოსტალგია შემოგაწვებათ და მიუკაკუნებთ სავარაუდოდ ან ის მოგიკაკუნებთ. აღდგება აქ ურთიერთობა, აუცილებლად აღდგება, კი. გადაწყვეტილებას მიიღებთ და ახალი დასაწყისი გექნებათ. აბსოლუტურად ახლებურად დაიწყებთ ურთიერთობას, მოდით ასე ვიტყვი. რაც იყო ისე კი არა, აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატით განაახლებთ ურთიერთობას. მეტი პრინციპში აქ სანახავი აღარაფერი აღარ არის. მადლობა მესამე ვარიანტსაც. დავჭი ფიქრობ, რომ ამოწურავად გესაუბრეთ, რაც შემეძლო. ყველა კითხვაზე დაგემშვიდობებით. ჩემო კარგო ადამიანებო, მადლობა კიდევ ერთხელ მდობისთვის, ნახვამდის.